გახსოვთ საყდრის რო ააფეთქა მთელი ეს სახელმწიფო ივანიშვილმა გამოიყენა და სახელმწიფო რესურსები იმისთვის რომ თვითონ გამდიდრებულიყო და ჩვენ გაგვაღარიბა. ეხლა ქადაგიშვილი გვეუბნება რომ აიო საქართველოს ხომ მოექცა საიმიგრაციო ბლოკადაში, მაგრამ რას გვეუბნება ქადაგიშვილი მიხარია რომ საქართველოსთან ხალხი არ მიდისო ამასობაში უმუშევრობის გამო, დაბალი ხელფასების გამო, იმის გამო რომ აი საქსტატმა რო გითხრა რომ ერთი თვის ესე რომ თქვა საარსებო მინიმუმი 250 ლარიაო, ამასობაში 250 ლარს ყოველ დილით საუზმეზე ხარჯავს ქართული ოცნების დეპუტატები ისა რა კაფეებში და გვეუბნებიან 250 ლარად უნდა იცხოვროთ და გვეუბნებიან იმას რომ პენსია რომელიც ქართულ ხალხს 20 ლარით გაუზარდეს და თვითონ 1000ობით ლარით გაიზარდეს ხელფასები, მათი ხელფასი არის პენსიონერის 3 წლის პენსია. წარმოგიდგენიათ ხელფასი, აი ერთი თვის ხელფასი ქართული ოცნების დეპუტატების არის 3 წლის პენსიონერის პენსია. აი ეს ხალხი არის მთავარი პრობლემა ქართველი ხალხის.